დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებული კოალიცია ფართოვდება, მას ევროპული სახელმწიფოები შეუერთდებიან. გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც წევრ სახელმწიფოებს მისი მოქალაქეების პასუხისგებაში მიცემას ავალდებულებს, თუ კი ისინი ექსტრემისტებს შეუერთდებიან. ისლამისტმა ტერორისტებმა დღეს სიკვდილით ფრანგი ტურისტი დასაჯეს. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა დაჯგუფება ხალიფათის ჯარისკაცებმა მუქარას შეასრულეს და ალჟირში მძევლად აყვანილი ფრანგი ტურისტის სიკვდილით დასაჯეს. ტერორისტებმა საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობის ვიდეო ინტერნეტში გაავრცელეს და მას საფრანგეთის მთავრობისთვის სისხლიანი გზავნილი უწოდეს. საფრანგეთის პრეზიდენტი მომხდარს უკვე გამოეხმაურა. ფრანსუა ოლანდის განცხადებით, მკვლელობის მიუხედავად, მისი ქვეყანა ისლამისტებთან ბრძოლას გააგრძელებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთი ტერორისტების სამიზნე გახდა. თუმცა ჩვენ არასდროს დავნებდებით. პირიქით, ჩვენ უფრო შეკრულები და ძლიერები ვხდებით. მსგავსი ბარბაროსული ფაქტების წინაშე სხვა ქვეყნებიც აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს გლობალური, სწრაფი და ეფექტური. 55 წლის ევრე გურდელი ისლამისტებმა მძევლად 2 დღის წინ აიყვანეს და მისი მოკლით დაიმუქრნენ, თუ საფრანგეთი ერაყში ჯიჰადისტების პოზიციაზე ავიადარტყმების განხორციელებას არ შეწყვეტდა. მათ ფრანსუა ოლანდს მოსაფიქრებლად 24 საათიანი ვადა მისცეს. საფრანგეთის ხელისუფლებამ ტერორიზმის საფრთხის გაზრდის გამო ქვეყანაში და ასევე აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე 30 საელჩოში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა გერმანელ ტურისტებსაც ემუქრებათ, რომლებიც ფილიპინურ ტერორისტულ დაჯგუფება აბუ საიბს ყავთ მძევლად აყვანილი. რადიკალებმა გერმანიის მთავრობას ულტიმატუმი უკვე წაუყენეს. სირიაში კი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების საჰაერო იერიში მეოთხე დღე აგრძელდება. კოალიციის წევრებმა ავიადარტყმები ამჯერად ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე განახორციელებს, რომლებსაც რადიკალები აკონტროლებენ. სარაკეტო თავდასხმებს დაჯგუფების 14 მებრძოლი და 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ავიადარტყმების პარალელურად გაეროს უშიშროების საბჭომ ტერორისტთან ბრძოლის რეზოლუცია მიიღო. ერთხმად დამტკიცებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია გმობს ექსტრემიზმს და მოითხოვს ყველა ტერორისტისგან დაყაროს იარაღი, შეწყვიტოს თავდასხმები და უარი თქვას შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობაზე. ამასთან რეზოლუცია ყველა წევრ სახელმწიფოს ავალდებულებს პასუხისგებაში მისცეს მისი მოქალაქეები, თუ ისინი ტერორისტებთან ითანამშრომლებენ. გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მთავარი ყურადღება სწორედ ტერორიზმთან ბრძოლაზე გაამახვილა და საერთაშორისო საზოგადოებას გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ერთ-ერთი ენა, რომელიც ასეთ მკვლელებს ესმით, ეს ძალაუფლების ენაა. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებს ფართო კოალიციასთან, რათა დაუმარცხოთ ეს სიკვდილის ქსელი. ჩვენ მარტო არ მოქმედებთ. დღეს მსოფლიოს მოუწოდებთ შემოუერთდეს ჩვენს ძალისხმევას. დადგა დრო, რომ მსოფლიომ დაგმოს ისეთი ორგანიზაციების იდეოლოგია, როგორებიც არიან ალ-ქაიდა და ისლამური სახელმწიფო. უკვე ცნობილი გახდა, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გაერთიანებულ კოალიციას ევროპული სახელმწიფოები, კერძოდ ბელგია და ნიდერლანდები შეუერთდებიან. სამხედრო კამპანიას შეუერთდება აგრეთვე დიდი ბრიტანეთი, თუმცა პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის განმარტებით, მისი ქვეყანა ავიადარტყმებს მხოლოდ ერაყში განახორციელებს. აღნიშნულ საკითხს ქემერონი პარლამენტის სხდომაზე დააყენებს.